დღეს ვისაუბროთ მეათე სახლზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი თვლის, რომ მეათე სახლი ანახებს პროფესიას. სინამდვილეში მეათე სახლი არ ანახებს პროფესიას. პროფესიას ანახებს კონკრეტული ფორმულები. პროფესიულ ფორმულებში შედის ადამიანის უნარები, ადამიანის ჩვევები ამ კონკრეტულ პროფესიას, რაც სჭირდება და იგივენაირად შესაძლებლობა, რამდენად ეს ამ ადამიანს შეუძლია ამ კონკრეტული ცოდნით რეალიზაცია, რამდენად მიიღებს საზოგადოება ამ ადამიანის ცოდნას და რამდენად იქნება ცხოვრებაში წარმატებული. ანუ ამ ყველაფრის კომბინაცია არის კონკრეტული, ესე ვთქვათ, ფორმულა პროფესიის. ის რომ მაგალითად მე ვარ ეკონომისტი და მე ცხოვრებაში ეს ეკონომისტობა არ გამომადგა არცად და პროფესიით ვარ ეკონომისტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვარ წარმატებული ეკონომისტი, ხო? ანუ ესეთი პროფესია, რომელიც ვარ პროფესიით, მაგრამ არასდროს რეალიზაცია არ ქონია, ჩემს რუკაში, როგორც წარმატებული პროფესია არ გამოჩნდება. წარმატებული პროფესია არის პროფესია, რომელსაც იგივენაირად რეალიზაცია იქნება შენს ცხოვრებაში წარმატებული, რომელიც მოგიტანს ფულს, რომელიც მოგიტანს ცნობილ, ესე ვთქვათ, ცნობადობას. შესაბამისად, მეათე სახლი მხოლოდ მეათე სახლი, ან მხოლოდ მეექვსე სახლი, ან თუნდაც ერთად მეათე და მეექვსე სახლი არ ანახებს პროფესიას, პროფესიას ანახებს მთელი რუკა ერთად, ყველა პლანეტა, ყველა ასპექტი, ყველაფერი ერთიანობაში ანახებს პროფესიას. თვითონ მეათე სახლს რაც შეეხება, ეს ანახებს შენს დამოკიდებულებას სამსახურის მიმართ, შენს დამოკიდებულებას სოციუმთან, სოციუმის დამოკიდებულებას შენთან, შენს დამოკიდებულებას უფროსობასთან და უფროსობის დამოკიდებულებას შენთან. შესაბამისად, ის რომ მე კირჩხიბი მყავს მეათე სახლში არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიქნები მაგალითად საბავშვო სფეროში ვიმუშავებ, ან თუნდაც მზარეული ვიქნები, ანუ კირჩხიბის ესე ვთქვათ თემატიკაში, ხო? არ არის აუცილებელი საერთოდ, მით უმეტეს დღეს 21 საუკუნეა, გინდოდეს ადამიანებზე ზრუნვა, ანუ მეათე სახლზე კუსპიძე ყავდეს კირჩხიბი, მაგრამ იზრუნო როგორც ასტროლოგმა ადამიანზე, შეგიძლია იზრუნო როგორც ექიმმა ადამიანზე, შეგიძლია იზრუნო როგორც კონსულტანტი იყო და უბრალოდ ინფორმაცია გასცე კონსულტირების გზით და ესე იზრუნო ადამიანზე, ანუ არ არის აუცილებელი, რომ კუსპიდის ნიშანი რაიმენაირად განაპირობებდეს პროფესიის კონკრეტულ მიმართულებას. არანაირად არ არის აუცილებელი. იგივენაირად, როდესაც მარსი დგას მეათე სახლში, არ ნიშნავს მაინც და მაინც, რომ მე უნდა ვიყო მაინც და მაინც, ესე ვთქვათ, ექიმი, ან ქირურგი, ან ბასრი რაღაცა ტექნიკური იმის, რომ მაგალითად ფეხსაცმელები ვკერო სიტყვაც და რაღაც ბასრი იარაღები მქონდეს ხელში. არანაირად, ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ადამიანი იქნება უფრო მიმწოლი, უფრო ინიციატივიანი სამსახურში. ნებისმიერ სამსახურში შეიძლება იყო ინიციატივიანი. იგივენაირად საბანკო სფეროში შეგიძლია იყო ინიციატივიანი. მაღაზიაში როგორც გამყიდველი შეგიძლია იყო გამოიჩინო ინიციატივა და იყო ესეთი მიმწოლი. არ არის ესე მარტივად, რომ პლანეტა ნიშანში, მხოლოდ ერთი პლანეტა ნიშანში განაპირობებდეს რამეს. ეს ყოველთვის არის ძალიან ისეთი კომპლექსური საქმე და ყოველთვის ყველა მაჩვენებელი უნდა შეიკრიბოს.